მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაა როგორ ჩავიხედოთ მოლეკულაში. ეს თემა ფაქტობრივად წარმოადგენს წინა შეხვედრის თემის გაგრძელებას. რა კუთხით? ჩვენ დავადგენთ წინა შეხვედრაში, რომ ჩვენ შეგვიძლია მარტივი ქიმიური ექსპერიმენტების საფუძველზე განსაზღვროთ ამა თუ იმ ორგანული, რაც არ უნდა რთული შედგენილობის იყოს, ნივთიერების ელემენტური შედგენილობა. ანუ დავადგინოთ რამდენი პროცენტი არის ნაერთში ნახშირბადის ატომის შეცვლილება, რამდენი პროცენტია წყალბადი, რამდენი პროცენტია აზოტი, ჟანგბადი, გოგირდი, ესა თუ ის ჰალოგენი და განსაზღვროთ ნივთიერების მოლეკულური მასა. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები თავისთავად ინფორმაციულია, მაგრამ დღევანდელ დღეს, როდესაც ნივთიერების რაოდენობა 178 მილიონს გადააჭარბა, აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვათ ეს ნივთიერებები ერთმანეთისაგან რამდენად განსხვავებულია. მით უმეტეს, რომ ორგანულ ქიმიაში არსებობს ისეთი ცნება, როგორიც არის მაგალითად იზომერია. დღევანდელ დღეს მეცნიერება და ის დარგები, რომელიც თავის მუშაობაში იყენებს ქიმიას, უკვე ვეღარ კმაყოფილდება იმ მონაცემებით, რაც ჩვენ ძველ შეხვედრაზე განვიხილეთ და უკვე ხდება ახალი თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების დაყრდნობით სტრუქტურის დადგენა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ მოლეკულაში და დავადგინოთ, როგორ უკავშირდება ეს ატომები, რომლებიც შედის ნივთიერების შემადგენლობაში, თუნდაც აი 18 ნახშირბადის ატომი, რომელიც წინა შემთხვევაში განვიხილეთ ერთმანეთს. ამის შესაძლებლობას იძლევა კვლევის სპექტრული მონაცემები, როგორიც არის მაგალითად ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპია და კერძოდ C13 სპექტროსკოპია. ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიას მოსახლეობის დიდი ნაწილი იცნობს, იმიტომ რომ დღეს ფართოდ გამოიყენება მედიცინაში კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსული მეთოდები. და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ იმ მაგნიტურ რეზონანსულ მეთოდებს სწორედ კვლევის ეს მეთოდი უდევს საფუძვლად. ანუ ჩვენ ვახდენთ რეზონანსული მეთოდების დახმარებით იმის განსაზღვრას, თუ რამდენი ნახშირბადის ატომისაგან შედგება და როგორია თითოეული ამ ატომის ბუნება, რასთან არის ის დაკავშირებული და როგორ ხდება მოლეკულის თვისების განსაზღვრა. და პლუს არის ახალი ტერმინი გაჩნდა, ეს არის ნივთიერების აგებულება და კავშირი თვისებასა და აგებულებას შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს უკვე იმ გაგებით, რომ არსებული 178 მილიონიდან არ არსებობს ორი ნივთიერება, რომლის ერთმანეთისგან გარჩევა არ შეიძლება. ამიტომ ის სურათი, რომელიც მიიღება ამ კვლევის შედეგად, ფაქტიურად თითოეული ნივთიერების თითების ანაბეჭდს წარმოადგენს. კონკრეტულად ჩვენ ვახსენეთ წინა შეხვედრაზე, რომ ვიხილავდით მედიკამენტს, რომლის შედგენილობა იყო C18, H18, O8, N7, S3. ჩვენ ავდექით და მოვამზადეთ ასეთი რაღაცა, გადავიღეთ ამ მედიკამენტის ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტრი და ჩვენ გაგვაჩნია უკვე სპექტრი ამისი და შეგვიძლია გაჩვენოთ თუ როგორ ხდება თითოეული ნახშირბადის ატომის განკუთვნება, ანუ რასთან არის ის დაკავშირებული და როგორ არის აგებული ამის საფუძველზე ესა თუ ის მოლეკულა. თუ დავაკვირდებით სპექტრს, დავინახავთ, რომ სპექტრში არის 18 ეგრეთ წოდებული ჯოხი. თითოეული ჯოხი ნახშირბადის ერთ ატომს შეესაბამება. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სპექტრში 18 ჯოხი და შესაბამისად ნივთიერება, რომლის სპექტრი ჩვენ მივიღეთ, უნდა შეიცავდეს ნახშირბადის 18 ატომს. თუ გახსოვთ, ნახშირბადის ატომების რიცხვი სწორედ 18 სტოლი იყო. ამის შემდეგ ზოგიერთი ნახშირბადის ატომი დაკავშირებულია უშუალოდ სხვა ნახშირბადის ატომთან, დაკავშირებულია მაგალითად ჟანგბადის ატომთან, დაკავშირებულია ორ აზოტს შორის მოთავსებულ ატომთან. ყველა ნახშირბადის ატომს თავისი ადგილი აქვს სპექტრში. სპექტრული დიაპაზონი არის ძალიან დიდი, ეს არის 0-დან დაახლოებით 220 ერთეულამდე და თამამად შეიძლება განსაზღვროთ, რამდენიც გვინდა ნახშირბადის იმდენი ატომის შემცველი ნივთიერების სტრუქტურა. ანუ მივიღოთ ამ ნივთიერების თითების ანაბეჭდი და თითების ანაბეჭდის შესაძლებლობა გამოყენებით მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება. აღარ არის საჭირო ჩვენ გქონდეს ნიმუში და ნიმუში შევადაროთ ერთმანეთს, ჩვენ შეგვიძლია
გადავიღოთ სპექტრი და ამ სპექტრის შედეგი სოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ კრიმინალისტურ ლაბორატორიაში, ნებისმიერ ქიმიურ ლაბორატორიაში იქნება ერთი და იგივე. ყოველივე ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იგივე ფარმაციისათვის, იგივე მედიცინისათვის და მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. ყველამ ვიცით, რომ ყველას გაგვიგონია უпростоრად, რომ მედიკამენტების მიმართ ბაქტერიებმა ბოლო წლებში რეზისტენტულობა გაიჩინეს. და ესა თუ ის მედიკამენტი ეფექტური ვეღარ არის ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ. მე მახსოვს ასეთი რაღაცა, რომ ბავშვობაში იყო სურათები ეძლეოდათ პატარა ბავშვებს, სადაც ხდებოდა კითხვა ისმებოდა ასეთნაირად. იპოვეთ განსხვავება ამ ორ სურათს შორის. დღევანდელობაში, როცა სპექტრის გადაღებაა შესაძლებელი, მე მაქვს მოტანილი ერთი ძალიან ცნობილი მედიკამენტის, ეს არის ვანკომიცინი, იმისი ბირთვულმაგნიტური რეზონანსის სპექტრი და მისი სურათი დადგენილი და ვანკომიცინის მიმართ, რომელიც ითვლებოდა მე-20 საუკუნის უდიდეს აღმოჩენად, ოქროსფერმა სტაფილოკოკმა გაიჩინა რეზისტენტობა. და ამ რეზისტენტობის მიზეზი არის ის, რომ ერთი ნახშირბადის ატომი ბაქტერიამ ჩაანაცვლა ჟანგბადის ატომით. ჟანგბადის ატომის ჩანაცვლება გამოიწვია ის, რომ ბაქტერიის მიმართ ეს პრეპარატი აღარ არის მომაკვდინებელი და ის გადაიქცა ბაქტერიის საკვებად. და კიდევ ერთი აბრევიატურა STEM-ი ბოლო პერიოდში შეიცვალა აბრევიატურა STEAM-ით, სადაც ასოა ჩაემატა, რაც იგულისხმება, რომ ეს არის ხელოვნება. და სწორედ სპექტრის მიღება, სპექტრის გაშიფრო და სტრუქტურის დადგენა, ეს არის მოლეკულური დიზაინის უდიდესი მიღწევა და ამართლებს აბსოლუტურად თავის სახელწოდებას. მადლობთ ყურადღებისათვის.